ფანტატროპიკი ძალიან ანდერი გოუთი არ არის? კი, ფანტატროპიკი ფოფქასევას. რა მოვიგე? მანამდე გითხარი ტანსასმის კაჟადაზე რა ხსმენი, ანუ იცი თუ არა საფუძველი რა ისტორია აქვს ტანსასმის კაჟადას? ხალხო გილოცავთ, ისევ ფეხბურთია ჩვენ გზაზე, უკვე მუნდიალი ნელ-ნელა გავახურეთ ჩვენ. ისევ კიაში ვართ, ისევ კოკა-კოლა გვემეგობრება. მე გეტყვით იმას, რომ ივისამი მოდელი პირველი ვით არის, აი ხო მესამედი ვარ. ჯერ მაგრამ მიყვარს ის ფაქტი, რომ ანდროხელობის ჩემი მანქანა გონია უკვე ეს. აბსოლუტურად სადღაც ჩემი მანქანა. სდომამდე ხო? ისე საყოდი დამტოვებ და რაღაცას რომ მეკითხე. აფსონას ნამდვილი მანქანა ამდენი არ მინახავს მართლა უკვე 1 წელია ვიცი. მე ხო. ორჯერ ყავს. აფსონას სამდენი წელია ვიცით და აფსონას მანქანაში რომ ნაკლები ჯერ ვარ ასევე დაჟდომი ალბათ ზურიამში. მეტროს კაცია და კიას კაცი. მეტროს და აი კაცი. კიას ეს ივისამი მოდელი ევროპაში აღიარეს ყველაზე კომპაქტურ ელექტრო SUV და სამი ამხელა კაცი ჩავეტიეთ და ერთი კოკა-კოლას და დილიც დაგვშაგი. კოკა-კოლას 5 მაქვს მეგობრებო თან მაგრაც ხელა და ხო არ გესიამოვნებათ? მე მესიამოვნება თუ შეიძლება ზერო რომ მიბოძო და მანამდე სანამ ზეროს გადმომაწოდებ გეტყვი რომ კოლასა და კიას გათამაშებაში ადამიანებს შეუძლიათ მოიგონ EV6-ის მოდელი, ანუ უფრო თანამედროვე, უფრო ახალი, უფრო გაუმჯობესებული, ბევრად ხო გაიწავს ეგ მომიცი. ბევრად არა. ბევრად რა. კლასიკი ვაკეთე. კიდევ უფრო დახვეწელი. ფანტატროპიკი ძალიან ანდერი გოუთი არ არის? კი, ფანტატროპიკი ფოფქასევას. რა, არ მე მევაშება ძალიან. კალდუნა საიქონიკ სცენის მერე მით უმეტეს. ბიჭ, ძალიან დაუფასებელი გოუთი არის რა. წეულის ერათიტები. ძალიან დაუფასებელია. კიასა და კოკა-კოლას აქციაში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღო 19 ივლისამდე. იყიდოთ ყვითელთავსახურიანი ბოთლი კოკა-კოლასი, კოკა-კოლა კლასიკის, კოკა-კოლა ზეროსი, ფანტა პორტოხლის და ფანტა ბროწეულის. მე იპოვოთ ამ ბოთლზე QR კოდი, რომლის დასკანერებითაც გამოწეროთ აპლიკაცია კოკა-კოლა Rewards Georgia. და თითო კოდი ნიშნავს თითო ბილეთს. მთელი ცხოვრება ჩემთვის, ანუ სოფლიო ჩემპიონატის მოსვლა, ხა ძალიან ყველანაირი მარკეტინგული ენისგან რომ დავიცავ ძმებო. მაგრამ მე ვესებოდა რომ სოფლიო რომ მოდიოდა, ზუსტად ვიცოდი რომ კოლა ბრენდინგით ბურთებს გამოუშვებდა, ბოთლებს გამოუშვებდა და რაღაცა გათამაშებებშიც ჩაგვთავდა და მე და ჩემი ძმა ეგრე გავდიოდით და დღისგან მოვობაში ძალიან ბევრი კოლას, პატარას ვიდულობდით, იმიტომ რომ ესეც ერთი გათამაშებაა და ორიანის თუ ორნახევრიანიც რო იყიდოთ ჩვენ იმიტომ რომ გვინდოდა ბევრი ბილეთი, ვიყიდოთ ბევრი პატარა ბოთლს და ბიჭო მოგებული გვაქვს ბევრი რაღაცა მართლა რაც ჩემს მას განსაკუთრებით. დღეს ჩვენ შევადგენთ სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 10 საუკეთესო გოლს. ამ 10 გოლის არჩევაში 3 ადამიანი უეჭველი დაგვეხმარება ზარის საშუალებით. ოკეი, მე ვიწყებ 2006 წლის მუნდიალით ზიგნალ იდუნა პარკით, სადაც დელ პიერომ გაიტანა ის გოლი, რომელიც კომენტატორის თქმით იწყება. განნავარო. და მე თავდება დელ პიეროს გოლის ფირაფინოს პასის შემდეგ ანდიამო ბერლინი. 1998 წელი ველოდრომი არგენტინისა და ჰოლანდიის ნაკრებების შეხვედრა დებურის საოცარი, არ ვიცი რამდენი მეტრიანი პასი და ჩემი აზრით სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ტოპ 3 გოლიდან ერთ-ერთი უეჭველად. დენის ბერგკამპი ალბის ელესტეს წინააღმდეგ. დენის ბერგკამპ. აი, მე მაშინ ნიდერლანდებს დენის დავაწყინე. ბერგკამპ. რობინ ვან პერსი ესპანეთთან. ავით. რომ გაფრინდა ფრინავი ჰოლანდიელი და მე ხელი ჩაურკა ლუი ვანგალს. უანგალს. LG. ყავს არამფრინავიც და ფრინავი ჰოლანდიელიც ტოპ 10 გოლში. მართალია. დარეკვა ხომ არ განვახორციელო. ბიჭო, დარეკვა ხომ არ განვახორციელოთ? ვის დაურეკოთ თუ არა მათთან გიორგი ქორიძეს? გიორგი ქორიძე. უბადლო მცოდნეს საფეხბურთო და იუმორისტული ტრენდების. მოგესალმებით ბატონო გიორგი ქორიძე, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. რა მოვიგე? ჯერ ვერაფერი, მაგრამ კოკა-კოლას თუ დალევ ბევრს და დაასკანერებ, კი არა, შეიყვან QR კოდს. უბრალოდ კოდს, არა QR-ს. ასკანერებ კოკა-კოლა Rewards Georgia-ში, აპლიკაციაში. თითო კოდი ნიშნავს თითო ბილეთს. და მე შეიძლება რა მოიგო.
არა, ჩვენ სხვა რამეზე გირეკავთ. სხვა რამეზე სხვა გირეკავთ. საქმეზე გირეკავთ. მეოთხე გოლი უნდა გამოავლინო შენ მუნდიალის ისტორიაში ტოპ 10 გოლს ვადგენდი და 3 უკვე შერჩეული გული. ქორო როგორ ახარ ქორო? ვა, ეს ვიცი ხმა, აჩი როგორ ხარ მეფან? მადლობა, კარგად, შენ როგორ ხარ ბრიტნი? კარგად, მადლობა. აი, ესპანეთმა ისე გამაღიზიანა გუშინო ვან პერსის გოლი ესპანეთთან. საიდან გაარკი ბიჭო? შენ და სამწუხაროდ ფოქრამე გოლი უკვე აიჩი. ასევე ესპანეთისგან გაიზიანებულმა. კარგი. მაშინ მე ასევე ძალიან მომწონს სამხრეთ აფრიკის გამხსნელი გოლი და მეც ცეკვა. ოღონდ ცეკვის გარეშე გოლი არა. სიპივე შაბალალა. ბაფანა. შაბალალა, მშვენიერი პიკი არის, ბრავო. მადლობა ძალიან დიდი შეხვედრამდე. გაიხარეთ ბიჭებო თქვენ, დაფსონ შენ რა ვიცი. ვა, ირიმე მადლობა. შენ ხო გამოიცანი რაც აიღო ქორო. მე გამოვიწყებ ეს აიღებს ესებო. რონალდოს გოლს. ბერგამპი არგენტინასთან, რაც მეორე. ტოჩი. აი, ზარი. გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ. პროდიუსერმა შემატყობინა ყურში მიზის. რომ უნდა დაგვერეკა თქვენთან. სწორად ვრეკავ? არის. სიმართლეა. მართალია ხო? სიმართლეა. ოჩა პროდიუსერი. სიმართლეა. ჩვენ გირეკავთ იმის თაობაზე რომ გამოვავლინოთ სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 10 საუკეთესო გოლი, 4 უკვე გვაქვს. მანამდე გითხარი ტანსასმის კაჟადაზე რაქსმენი, ანუ იცით თუ არა საფეხბურთო რა ისტორია აქვს ტანსასმის კაჟადას? ტანსასმის კაჟადა, თუ სწორად მახსოვს, ესეთი ისტორია არის, რომ რაღაც მე მგონი აი მაშინ იღვლიანი ბორბალი თუ რაღაც ეგეთი. დიახ. ერთი ასო უნდა ჩაესვა ადამიანს ადა იყო გასვლილი და რატომაც გადაწყვეტა და კაჟადა თქვა. მართალი ხარ, აბსოლუტურად. ეხლა გითხარი შენი გოლი რომელი იქნება ფავორიტი მსოფლიოში? დღეს კვიზი არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ თვითონ გამიგეთეთ კვიზი და გამოვიცანეთ. სამართალი? გოლს, რა თქმა უნდა, ჩემ ფავორიტ გოლს ვიტყვი, ალბათ დაფსონა იცის, შეიძლება მithოს მისთვის არის. დენის ბერგკამპის გოლი არგენტინის რატო კარში. დავასა? 100%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, გამოვიცანით რომ მაგ გოლს იტყოდი და ეგ გოლი დაკავებულია. დენის ბერგკამპ კი. ეს გოლი დაკავებულია. მაშინ მეგობრებო, მე ჩავსვამ რაიან ლაუდრუპის გოლს ბრაზილიის კარში 98-ის მსოფლიოდან. არა იმიტომ რომ რაღაც გამორჩეული გოლია. უბრალოდ ჩემი საყვარელი აღნიშვნა აქვს. ოკეი. ანუ გოლის წამოწვებოდი? წამოწვებოდი. ეს მსოფლიო რო არ იყოს წამოწოლილი ვიქნებოდი ნამდვილად. ეს საბედნიეროდ არის სოფლიო საბედნიეროდ ფეხზე ვდგავარ და დიდი მადლობა დიდი მადლობა 5 გვაქვს უკვე. აბაკაიც. ჯიგარი ხარ, მადლობა. აბა ხაი. დღეს ნიკა ისებოს არა აქვს ხვიზები როგორც თვითონ გითხრა, არა ჩვენ გქონდა ერთი კითხვა რომელიც გამოიცნო და ესეთი სულელური კითხვები თუ არ მოგწონთ, მაგრამ მოგწონთ საფეხბურთო კითხვები, საფეხბურთო ხვიზების თამაში შეგიძლიათ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია გადმოწეროთ. სხვაჩვენს Coca-Cola-ის ბოთლებზეც არის შტრიხ კოდი. ხო. აი აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ, ან უბრალოდ რაღაც App Store-ში თუ Play Store-ში თუ რაც არის მოკლედ. გადმოწერთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია და ყოველდღიურად ითამაშოთ კვიზები. არის ყოველკვირეული ლიდერბორდი, სადაც შეგიძლიათ ბევრი საინტერესო პრიზის მოგება, მათ შორის შეიძლება PlayStation 5-იც მოიგოთ. მოკლედ, კაი გასართობი რაღაც არის და მსგავსი კვიზები თუ მოგწონთ და თქვენი თავის დაჩელენჯება, ასე ვთქვათ, საფეხბურთო სცენაში. Approved, გირჩევთ ნაღდად რატოპია. აი, მესამე ადამიანი და ვრეკავთ გიორგი ციხისთავთან, ჩვენს თანა კომენტატორთან. რონალდოს გოლს იტყვის მე და ციხე, მოკლედ, ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას, ეხლა ვწერთ ვიდეოს, სადაც უნდა გამოვავლინოთ მსოფლიო ჩემპიონატის ტოპ 10 გოლი. და ეს გასულა ისტორიაში. კი, ერთი გოლი გჭირდება შენგან. გაჩერდი დასო. ერთი გოლი გჭირდება შენგან, რომელიც იქნება შენი პიკი და ჩარჯდება მაგ ათეულში. კი ბატონო, ჩემი გოლი იქნება მანუელ ნეგრეტეს გოლი ბულგარეთთან. ტოპ მაკრატელო და მოგო პირიდაღო, ერთ მიხვდა რომ გოლდება. არა, გოლი ბიჭო, ანუ მაკრატელამდე პასიც გაიხსენეთ აბსოლ, ანუ ვაფშე კომბინაცია რა. სასწაული კომბინაცია. სასწაული გოლი. სოლი. მადლობა ციხე რომ იმინეც შეიძლება მსოფლიოზე გასული საუკეთესო გოლიც არის მართლა ვიძახი. ანუ კონტენდერი იქნებოდა უეჭველად და
შენ ხარ ტოპ კაცი რომ მაგ გოლის გარეშე არ დატოვე ჩვენი ტოპ 10. ალბათ თქვენიცით წარმატებები. მადლობა ციხება. ბრავო ციხება. არა, იგრევე თქვა, ანუ ბრავო. ტიპიანო. სორტეირად არის ამ რეჟიმში. მაგას ტვინი მოწყობილი რომ იმინა სოფლიოს მოუწია და გადართავ და მორჩა, ხო? ჩვენ ვაგროვებთ საუკეთესო 10 გოლს სოფლიო ჩემპიონატების ისტორიიდან და რამდენიმე უკვე გვაქვს და თქვენ ვერსიას თუ დაგვეხმართ, ძალიან გავიხარდებით. ჩემი საყვარელი 10 იყო. ერთი ცალი, ერთი გოლი. აი, ემბაპეს ის 2022-ის ფინალში რო გაიტანა მეორე გოლი. ვაიმე, კილიან მბაპეს გოლი ჩემპიონატის ფინალში. ძალიან დიდი მადლობა გიხსეული არჩევანია. მის გულშემატკივრობთ? საფრანგეთს. მოსალოდნელი იყო. წარმატებები თქვენ და საფრანგეთს. მადლობა დიდი. სიტყვაზე მოაწყვინა. დიახ. და მთელი გუნდი და გოლის გაიტანა გოლი. 86-ში ხო, როცა ჩემპიონები გახდა ინგლისი. კი ბატონო, მარადონა ინგლისმა, თქვენი არჩევანი. მადლობა დიდი. მე მგონი მარადონას გარეშე ამის დატოვება არის ვარგეთი რა. მაგრამ როჟე მილა იყო ბილარიბას საფრანგეთი იყო მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონზე ერთ გოლი მოუგო. როჟე მილამ გაიტანა და გახსოვთ როიცეკვა. აი როჟე მილას გოლი საფრანგეთთან გოლი შეიძლება არ იყოს ძალიან კარგი, მაგრამ პირველი ციკლით აღნიშნა იყო მემგოლი სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ეგრეა შეფთული და კარგი პიკი არის მე მგონი ტოპ 10 გოლში. ჩვენ უკვე გვაქვს 9 გოლი სოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან და მე-10-ზე დავურეკოთ მოდი გაბროს. და ავარკვიოთ რა არის ალექსანდრეს არჩევანი. აბრო. გადაცემიდან გირეკავთ. უნდა დაგვეხმარო და არჩიო სოფლიო ჩემპიონატის ისტორიიდან შენი საყვარელი გოლი, საუკეთესო გოლი, როგორც გინდა ისე გაიგე. საუკეთესო. რაო, გაბრო. და ჩემი ფავორიტი გოლი არის კარლოს ალბერტო 1970 წლიდან, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ულამაზესი კომბინაცია. ვიცოდით რომ ბრაზილიიდან არჩევდი ფავორიტს, დიდი მადლობა, დაკომპლექტებულია ჩვენი ათეული. 10 საუკეთესო გოლი შევადგინეთ ხალხთან ერთად და თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რომელი გოლი იმსახურებდა აკყოფნას და ან გამოგვჩა, ან ხალხის არჩევანში არ შევიდა, მოკლედ კომენტარებში ჩამოყარეთ ეგეთი გოლები მეგობრებო. Kia, movement that inspires.